რატომ შეკრიბეთ ეხა ჰამაკის გამომწერები ესე უცებ ჰაი მეთქი მოკლედ დავდეთ ვიდეო პრომო ვიდეო რომელიც იყო უფრო კრეატიულად გადაწყვეტილი და ეხა გადავწყვეტ რომ ინფორმაციული ვიდეო მოგცეთ თავიდან ბოლომდე რაზე ვისაუბრებთ ეხა რა პირველი იქნება ამბავი რაც შეეხება რა გვინდა გავაკეთოთ როგორ გვინდა მეორე ნაწილი იქნება სულ ისმის კითხვა ვის ეთამაშებით ვინ ჩამოდიან რა ეგ კარგად ჩვენც არ ვიცოდით ეხლა ხანს გავიგეთ ყველა თავიდან ბოლომდე ვინ ჩამოდიან და ვიდეოები გამგვიგზავნეს რომ მოვდივარ და რაღაცეები და ცოტა ნერვები მოგვეშალა. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს Instagram გვერდზე. ხო, რა თქმა უნდა, kick-off-ი Instagram გვერდზე, სადაც დაიდება აი cross content-ი რაც არა, აი ყაზახები რასაც დადებენ იტალიელები, ქართველები და აზერბაიჯანელები ყველაფერი მან დაიყრება და დროშები გასპამეთ ყოველთვის. რა ეხლა აზერბაიჯანელების ვიდეო დაიდო და დროშების გასპამვა შეეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და მგონი მოუგეთ, არ ვიცი. ხო, და მესამე ნაწილი იქნება უბრალოდ განახებთ ბილეთი როგორ უნდა იყიდოთ, როგორ უნდა შეიძინოთ, იმიტომ რომ აქეთა მხარე გვაქვს დაბლოკილი, ჯერ აქეთა მხარე გვაქვს გახსნილი, იმიტომ რომ სამი სტუმარი ყავს, რა თქმა უნდა და თუ ვინმე იქიდან იტალიელები ვინც არიან აქ, ან აზერბაიჯანელები, ან ყაზახები, იქით ამ მხარე შეიძლება დავუთმოთ რა და ნახევარი საქართველოს იყოს, ნახევარი დანარჩენი სამი ქვეყანა. სწორედ ამიტომ ბილეთს რო ვიყიდით ვიდეოს ბოლოს ხო არ გათამაშდება კიდე? კი, ხო, 5 ბილეთს ვიყიდით, 5-20 ბილეთს ვიყიდით, ანუ ჩვენ არ ბილეთებს არ ვიღებთ, რა თქმა უნდა, რომ საქველმოქმედოა. მე რომ ბილეთი მოგცეთ, გამოვა რომ უნდა წამოვიღო ის ბილეთი, რომელიც საქველმოქმედო თანხა იყო, აღმოჩნდებოდა ბოლოს. ამიტომ ეხლა ვიყიდი მე ბილეთს და რა თქმა უნდა, გავათამაშებ 5 რა. ერთ კაცს ანუ 5 კაცს არ მოვაგებინებ, ერთი კაცი მოიგებს 5 ბილეთს. ვიმყოფებით ჰაბსჯიში. ჰაბსჯი ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ გვეგონა რომ 100 რაღაცა გვჭირდებოდა, 800 რაღაცა გვჭირდა და იმ 700-ში ყველაფერში ჰაბსჯი დაგვეხმარა. მადლობა გადავხადოთ ჰაბსჯის. კი ბატონო, მადლობა. უცებ ინფორმაციას გეტყვით რომ მირო ბაზრობს ხო იცი რომ ორიგინალი რომ მართლა ყველაფერი აქვს ორიგინალი. საქართველოს შეგიძლიათ ორიგინალი შიპოვკები იყიდოთ. Nike-ში Adidas-ში არ იყიდება, აქ იყიდება Nike Adidas-ი და Puma-ს. მე Puma-მას ვიღა, შენაგაც რა არჩი. მე Macron-ის სიტუაცია. მოკლედ რის თვინ ვართ აქ? მე მინდოდა ორი რაღაც მინდოდა რა. საქართველოს საამაყოშვილი ყოფილიყავი და ქველმოქმედებისთვის რაღაცა წვლილი შემეტანა. და მოვიფიქრეთ ესეთი პროექტი. მოკლედ, ჩამოდიან ყაზახი YouTube ნაკრები. YouTube არა, მოდი მედია ნაკრებს ეძახიან, იქ არის მედია ლიგა. ჩვენ ხო გვაქვს YouTube ლიგა. ყაზახეთში არის მედია ლიგა, აზერბაიჯანში არის მედია ლიგა და იტალიაში არის YouTubers ლიგა რა. იტალია დამალაგებინა მუშკუდამ ჩვენ მაძმამ რომელიც იმყოფება ახლა იტალიაში და ცხოვრობს იქ და გაასვლა საპირეს და ვაფშე იქ მოღვაწეობს. მთელი იტალია დამალაგეთ ხო, როგორც ვიცი. კი, მე ნდოხიდე თავიდან ნაპოლიზე იყო და მე იტალიაზე გადავედით რა, იმიტომ რომ უფრო დიდი ფიგურები გვინდა. პერსასრუტებით ალაგებით თუ ნუგი დაგვეხმარა აზერბაიჯანის ლაგებაში და არჩიბალდი არის ყაზახი ინფლუენსერი, რომელიც იუთუბერი და ტიქტოკერი და ინსტაგრამერი, რომელთანაც კომუნიკაციაზე ვიყავით. მოკლედ ეს სამი ნაკრები ჩამოდის და სპორტის სასახლეში 14 ივნისს გაიმართება ორი ნახევარფინალი, ანუ პირველი ნახევარფინალი, მერე რაღაცა შოუ, დიდი ალბათობით შოუ და ერთ-ერთი ფეხბურთის ის იქნება პატარა იმ შოუ იქნება ნაზარა და YouTube ლიგიდან გამოდიან ნაზარა და სვანი და შოუ და თავის ორ ფალამას მოიყვანს და მაგათი ის ივენთი იქნება. მერე მეორე ნახევარფინალი იქნება, მერე PvP Flows პატარა შოუ იქნება, სადაც ჩვენი საყვარელი არტისტები თავის საყვარელ და თქვენ საყვარელ და ჩვენ საყვარელ ტრეკებს შეასრულებენ და შემდგომ უკვე იქნება ფინალი. ვის შევხვდებით, ჯერ არ ვიცით. ეგ იქვე გადაწყდება რა. ხო, ლაივში გადაწყდება. წილისყრა იქნება იქვე. კი, საქველმოქმედო ამბავია, ბილეთებს ვყიდით, ანუ 10 ლარი, 20 ლარი, 30 ლარი ღირს ბილეთები, 100%, რაც კი შემოვა, იქ გაკეთდება ასევე დონაციის ლინკი. დონატელო გააკეთებს დონაციის ლინკს და დონატელომაც გამოთქვა სურვილი, რომ რაც კი შემოვა, საერთოდ რაც კი შემოვა, ის პროცენტს არ ავიღებთ და ყველაფერს გაუშვათ ქველმოქმედებაშიო. მოკლედ ძალიან დიდი თანხის შეგროვება გვინდა საქველმოქმედოდ რა. ამ საქველმოქმედო თანხას რა თქმა უნდა ნახავთ რა მიმართულება მიეცემა, საწავა როგორ წავა, ყველაფერს, ანუ გამჭვირვალე იქნება. კიდე ერთი კარგი რაღაც რაც არის, რომ ბილეთების შეძენის დროს შეგიძლია გამოიყენოთ TBS-ის ახალი ბარათი, რომელიც აღებაც არის უფასო, იქ ნიკარო ბაზრობს, ყველაფერი ეგრე არის და cashback გექნებათ, ანუ თუ 20 ლარიან ბილეთს იყიდეთ, მაგალითად, გამოვა რომ 16 ლარად იყიდეთ, მაგრამ ეს 4 ლარი ქველმოქმედებას არ დააკლდება. TBS-ი თავისი ჯიბიდან იხდის და ამ 20 ლარს რიცხავს. თქვენ კი იყიდეთ 16 ლარს, მაგრამ საქველმოქმედებაში მიდის 20 ლარი რა. თემა კიდე მეორე ამბავი რა არის, ქველმოქმედება არის ერთი ამბავი, მეორე ამბავი რა არის რა.
ჩვენ ძალიან გვინდა რომ ეს ტიპები რომ ჩამოვლენ ეს ფეხბურთელები რომ ჩამოვლენ ეს ნაკრებები რომ ჩამოვლენ ვისაც მედია ლიგები და იუთუბერ ლიგები აქვს გვინდა რომ ძალიან მაგარი გარემო დავახვედროთ ისეთი მაგარი საფეხბურთო გარემო გვინდა დავახვედროთ რომ იქიდან ანუ გაგიჟებულები გაუშვათ რა რომ ხოიც საფეხბურთო გარემო რას ნიშნავს ბევრი ხალხი ბევრი გულშემატკივარი ბევრი ყვირილი ბევრი ეს ბევრი ის თქვენ ძალიან მინდა ყველა რომ მოხვიდეთ ოღონდ ჩვენ არ გვინდა დაუბუსტოთ არ გვინდა რაღაცა მინდა რომ ის ადამიანები მოხვიდეთ ვისაც მართლა გაინტერესებთ და ვინც მართლა უყურებთ YouTube-ს საბოლოო ჯამში ეს ამ ყველაფრისგან თუ კარგი ივენთი გაკეთდება კარგი საფეხბურთო შოუ თუ დადგება საბოლოო ჯამში გვინდა რომ სოფლიო მასშტაბის YouTube ლიგა შეიქმნას, YouTube ლიგის ნაირი რაღაც, რომლის შემქმნელებიც ვიქნებით ქართველები, უფროსები, აი რავი, UEFA რო ქართული იყოს, ეხლა UEFA-ს არ ვედრებით, მაგრამ მსგავსი გლობალური ორგანიზაცია რო ქართული იყოს, დაახლოებით ეს პრინციპია რა. ეს რაღაცა თუ გამოვიდა ისეთი როგორც გვინდა, ახლო აი წარმოდგენაც კი რთულია, იმდენი რაღაცის გაკეთება შეგვეძლება რა. იქ კითხვები არის რომ სპიდი იქნება თუ KSI იქნება თუ Mr Beast იქნება, როდესაც გლობალური YouTube რაღაცა დიდი ამბავი არის, იქ უკვე ძალიან მარტივია საუბარი იმ დიდ იუთუბერებთან. ქართული იუთუბი როგორ განვითარებულიც არის საქართველოში ესე per capita არ არის ეგრე ბევრ ქვეყანაში რა და სწორედ ამიტომ ჩვენ თუ YouTube-ი განვითარებული YouTube-ი გვაქვს, ჩვენც გვინდა რომ სოფლიოს მივწვდეთ. საზღვრებს გავცდეთ ასე რომ ვთქვათ რა. შეგახსენებთ რომ ეს ყველაფერი მოხდება ძველ სპორტის სასახლეში. 9 საათზე დაიწყება და გრძელდება ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში. ნუ 9 საათამდე დაახლოებით გაგრძელდება და იქ შეგიძლიათ შესვენება როცა იქნება, წაიხემსოთ კიდეც, იქნება რაღაცა კვების კონკრეტული ობიექტი, შეგეძლებათ გახვიდეთ, იკვებოთ, მერე შემოbrunდეთ. შეუძლიათ გარეთაც გავიდნენ, არა პრობლემა რა. კი ბატონო რა, ანუ კაი, მოდი ნახოთ გუნდი რა. პირველი ყველაზე ეხა ხანს გამოგვიგზავნეს ვიდეო რა, რომელიც აქ არ არის. ძალიან საინტერესო ვიდეო იყო ყაზახების რა. და რომ ჩავაგდეთ ჩვენ გვაქვს ჯგუფი ქართველსი გუნდს და ეგ ვიდეო რომ ნახე, ვიგრძენი რომ უფრო მეტი გვაქვს სავარჯიშო და აი ხალხი მიხვდება რატომაც ვამბობ. მე არა, მე უყურე რა მგონი, იცი ბიჭო, აი რა ვიცი, რა დადგმა. ბიჭო, რაღაცნაირი დადგმა არის, მაგრამ დუხიანი ვიდეო იყო და გაასწორა რა. აი ხა უყურებთ მაგას რა, მაგასა. We are waiting bro here. Kick off, we are coming. Kazakhstan, მაგრამ ეგეთი გოლი მე ეგ რომ ნახე ვანაში, ანუ ბანაობდი რა და რომ ამოვიღე, ანუ ეგ რომ გამოგიგზავნეთ, ცოტა მეც შევძრწე. არტურ ასკარული არის არჩიბალტი, ყაზახეთის კაპიტანი, რომელსაც აქვს საფეხბურთო კონტენტი, ოღონდ ფეხბურთს არ თამაშობს რა. აბა რა. მეორე გამომწერი 965. ცოტა არ არის, ცოტა არ არის. 965,000 გამომწერი ყავს. აი ნახე, აი ტანზე რასაც უყურებ ხა. ბიჭო, ვასა რა. არა, ვასა, ბევრად ისეთია, შეკრულია შეჩემ. აი ხა ვასას უფრო საფეხბურთო ტანი აქვს თუ ამას. უეჭველი ვასას არა? გადაჭრით ერთ-ერთს ვერით. კაპიტნით კმაყოფილი ვარ, ჩემი აზრით. არა. ეს ვინ არის? აი ეს არის. ეს ტიპი ამან გაგვიტანა ეს გოლი. წეგან ამასია. ჩაბზრია. აუ, ფუტსალი. ხადა. ყველგან თასი უჭირავს ხელში ქვემოთ. ანუ სტადიონის გარეთ არა აქვს ფოტო. სტადიონის გარეთ ფოტო არა. კაი, ესა ჯასა. ჯასას შევუშვებთ, კაროჩე. ანუ ესეთი გეგმა მაქვს ამ ტიპთან რა. ჯასა შედის ამ ადამიანს კომუნიკაციაში, ფეხით კომუნიკაციაში შედის ამ ადამიანთან და გამოდის. ანუ მეორე ადგილზე არ ხარ გასული ძმაო, კითხვა, მაგრამ ფილოკროს რაც მოჭირა. სადმე ვერცხლი რატო არის? ეს ნახევარში დაკარგა. ფეხბურთელია? ხო, მოჭირო. არა, მედია ფუტბოლისტ და ნომერი 1-ია წერია და ნომერ პირველი მედია ფუტბოლერი. ანუ მე ვარ ეს, ვაუ. უგან ფაქ დაწერა, რა თესლი გოლი შეაგდო. ყაზახმა ბასტომ. ეს ვინაა? აშკარა. ეს არისო, ეს FIFA ხო, ამალგოი. ესეც რა თქმა უნდა საფეხბურთო კონტენტს აკეთებს. ჩააწოდა. Ай, давай, как он вырос, блядь! Давай, брат, туда-сюда. რა სიტყვებია რა, ბლядь. რაინა, თქვენ. ბიჭო, შერბენაზე ძალიან მაგარია. სკიპინა ბიჭია. დამხელა პატარას ხავს. კი, პატარა არის, მაგრამ ბიჭო ეგენი ეგრე არის. ყაზახი წვერი 70-40 წლის ასაკში. გასიკ FIFA. FIFA და რაღაცები რატო აწერიო? არა, ეს იმიტომ რომ ისა FIFA-ს
კაი, ჟასიკ FIFA-თ მოყოფილი ვარ, მე რავი, ეს ტიპი არ მგონი. იმას თამაშობს აშკარა. FIFA-ს თამაშობს, ხო. Pro ის არის, რა ქვია, professional FIFA player-ი არის, კი. ყაზახეთის ჩემპიონი არის 6 ჯერ, გამხდარი. და ალბათ სულ 6 ჯერ იყო. ჟასიკ FIFA ჯიგარი ხარ, რომ მოდი ხარ. შემდეგი არის ასილ რომეო. ეს რომეო ვიცი. ეს ვასა არის იმენა. ახე არ გაართულდა. რონალდო რო თვალს მიკრავს ეგ ბაღიზია. ისეთია რა, ანუ meme player-ი არის კაროჩე. ჟასიკ. შემდეგი არის მენენბარი სურაი. ბარი ეს ვაფშე ფილმი, ეს ნახე, ეს იმენა სტარია შეხე. ბანი ჩამოდის იქაური. პინტოა, ხო? ხო, არა, მენენბარი სურაიდი არის ბანი არის ყაზახი ბანი. კაროჩე ვერ გავიგე ძმაო. ეს ფოტოგრაფია თუ მომღერალია თუ რეპერია. კარგია, გვაწყობს ერთს. შემდეგი ძალიან კაი ტიპია რა. შემდეგი. კაი სასტავი ჩამოდის. UFC-ს ახალ მოყანილი UFC-ს. მაგრამ ფეხბურთსაც თამაშობს. ხო, თაბა. ეს ფეხბურთს რამე მიმდინარეობა ხო არ არის ყაზახეთში UFC ფუტბოლი. ხარა bolsan da. გასაწოხაროა რომ ესევე მოუწევს ახლა კაც. რეპეტიციებს წაგებისთვის. 12-0 რო წავაგოთ. ალეიკუმ ასალამ. აღჭუბავს ვიწო. იქაური გამა. ოღონდ ტყეშია და რაღაცა. არა, ეს ამას არ გამიცინია არაფერზე მე. არ დაგერეკოს თორემ არ დაგეჭიროს. სულთანოვი. ეს ველი ბიჭია. თუ განი. ამას ეთყობა რომ ითამაშებს რა. კი, ესეც კიფინა ბიჭი იქნება. თამაშობს. რას? არა, ყველა და. არისო, კაი დარტყა. კაი, შემდეგი 101 ჟანრი. ეს არ ვიცი. კარგი ადამიანი ჩანს. კი. კაი, გადავიდეთ მოდი აზერბაიჯანზე. აზმედია ლიგ. ეს თვითონ მედია. ხო, მაგრამ ამის პრეზიდენტია მგონი, ეს ტიპია მგონი. და შუათი, ეს ვინ არის? ეს DJ-ია. მომწონს, მე რაღაცა და გამოწერიყოს ნახე. ამას უნდა მოვუგოთ მოიწევი. ბაზარი არა. შემდეგი ქარამოვი, ეს აშკარად თამაშობს. მეკარეა მგონი. მეკარეების წვრთნელია. მეკარეების. მომავალი რაბანას პროფესია. ნახე მაკრონები აწვია მასო. აბარა ჰაბსჩიზე შეგიძლიათ შეხვიდეთ და ორიგინალი რაღაცები. ამას ესეთი ხმა იქნება. ეს გიგაჩადი განანახი. ანუ ხო ეს გიგაჩადი შეჭმა, გიგაჩადი რო არის ტიპი. მაგას უყურებთ ახლა რა გამო. ბიჭო, ამას ასუკარ ნახე გენერლებთან და კარატისტებთან აქვს უფოტო. გეგაჯაში დაუდგება წელი. კი, უეჭო, ნახე ხელი მოაჭრეს და ახალია ამოვიდა. ნახე მუშტის. კი არა. ერთი. არა, ის ჩხუბობს. ეს და იმის უნდა დავაჭრო. კაროჩე, 5 გზის მსოფლიო ჩემპიონია კარატეში. 11 გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლი აქვს და კარატე კომბატ ვორლდ ჩემპიონი და გინესის რეკორდსმენი. რაბან, წესით აიღებ რო დაგირტყავს გუნდი შენ. ყაზახეთი, აზერბაიჯანი საკმაოდ კაი თამაში იქნება მე მგონი. აი ეს ოკეი, ამის ცოტა შემიძლია. აი, შემდეგი. ემინ ბაბაიევიჩ, 3.7 მილიონი გამომწერი ყავს. ეს იმენა TikTok-ერია რა. კი არა და Instagram-ერი რა. კომენტარს არ გავაკეთე. არა, ბაბაიევმა. მესის დაცვას ყავს. მესის ფელი, ხო. მოდი ამოვნახოთ. მენეჯერი, მენეჯერს უნდა დაუკავშირდე. როგორ ჩამოყავს ეს მენეჯერთან არავისთან არ მოვაპარაკე. საღოს, ხო. გენიო ბიჭო, თესლი ვარ მაკოცე. თესლი ვარ მენეჯერთან. აბა მიდი გადი ერთ ბაბაიევზე. აი გამორთე, შემდეგი მაინც. შემდეგი არის მინდა ბეძილება. ტამერლანი, ტამიკა. ეს ამანიყი და ბილეთები. LI ფუტბოლი. ბელინგემი ჩამოდეს? არა, ეს არის კონტენტ საკეთებელი. აბა ეს ვიდეო. ბევრი მოდი, ნახე ახლა. დროშა ესა ჯერ არის დროშები, просто არ კითხულობს რა. არის აზერბაიჯანის დროშა და ეს არის მეგობრებო რო იცოდეთ იმათ ჩვენ ხო გქონდა აურად. ჩვენ საყოველთს რომელი არის ბანის იმაში. Wanda one koro. არა. კაი LI ფუტბოლი ვიცოდი, სადაც ეს არის ტიპი რომელიც საფეხბურთო კონტენტს აკეთებს. საინტერესოა. რუსლან გასაევი.
კურბანოვი. აუ, რუსლანი ხა ნახე, აი თელი ცხოვრება ფეხბურთზე დადის, აი. კი. აშკარად, ნახე სუბწიჭკიანები უკომენტარებდნენ. მაგრამ გეგაჯერსაც აქვს წიჭკა ეხლა დიდი. ხომ არა ამას შეხედე. ეს არის. ლებო. ლაზერები წამოიღეთ გარშემო სტადიონზე. თვალებში მიანათეთ ეს ვინ არის? აი და ნუ გზარკვირტია ეს ჩვეულებრივი ვიღაცა. ეს არის ფეხბურთელო მორამონა აბრაზნე. ეს არის ხვიჩა და გოჩასაც გაჩვენებთ ცოტა ხანში. აი გასაგებია, ეს ნუგი ყველა იცნობთ რა ნუგის. აზერბაიჯანში და დარჩა საქართველოს გუნდი. მე საქართველოსიც გავნახავთ რა. დრო არ არის. არის გადავედით იტალიაზე. ეს არის ელფონი ჩამოდის, ამის ხელმოწერა მაგ. ხო მაგალითად აუცილებლად აი ამას ვუყურებ, ხო გონია რომ შეხედე, ხო არის რაღაც დიდი ტიპი გონია და არ ხუცებ. ხო. ბუფონის საკვებს არ გავს. ბუფონის გულის ვარდია. აი პასაგუროებს უკან დაშვება, აი უკან გაჭრილია. არის ის ალყი 10 ნომერია. იმენა იცის. ფეხზე რა კუნთებია. ეს გავიგეთ რომ ფეხბურთელია, შემდეგი აი სამ მუშკუდა. ეს ჩვენი გოჩა, ანუ ხვიჩა და გოჩა ყავს გაგზავნილი აქეთ იქით. მუშკუდაზე რა არის ალაპარაკო? მოკლედ იტალიელები არიან, იუთუბერები და ფრისტაილერები. ეს არის გოგო, ფრისტაილის ჩემპიონი. მე ხა გოგოს წინააღმდეგ გვერდი. არა, ერთ-ერთი გოგო არის მწვრთნელი და დანარჩენები ფრისტაილერები თამაშობს რა. 157 კ აქვს TikTok-ზე, აქ 113 კ ევროპიან ჩემპიონი არის მე. Red Bull style, okay. ძალიან შეგწყვება ეხლა ამან რო დირკა გაგიწვინოს. არ გამიწვენთ, მე დაცვაში ვარ გავარ. დამждარი მე ვსკენდლი გურთ. ეს მეორე გოგო, ერთ-ერთი ამ წვნელი მეორე თამაშობს რა. ეხლა ამის გამო თუ ჩვენი გუნდელები დაშტერდნენ, ეგა ამ გონი იტალიელები. პასუხს ვერ ვაგებ. ეს არის ტიპი რა, ეს არის fast food. 1,93,000 გამომწერი? 93,930. 11 წლის წინ ედო ვიდეო, რამდენი წლისაა ვინც ჩამოყრის. გამოიწერე მინდი არხი. 2.5 მილიონი followers 2500. 11 წელია აკეთებს ამას. ეს არის გედების ტბა. Swan Ritosa. Swan Ritosa. ესეც freestylerია, ხო ესეც? იმას ყავს 393,000. კარგი. ამას მეც ვიზავ, ამას ვერ ვიზავ. ერთ ამას, ვახ. კაი. ბოლოს რაღაცას ვიგეთ. ეს უნდა. ვახჩი. ეს არის ყაზახებს თუ ისყავთ, იტალიელებს ესყავთ. Hello. აი, გადართეს ხო არხზე. კაი და ეს არის მგონი მეჯვარე იმისი რა. ეს არის ფედერაციის პრეზიდენტი მუშკუდას თორებიდან ვიცი ეს ადამიანი. კაი, გასაგებია. ბიჭო, მოკლედ მეგობრებო რა, ეს რა არის? ეს არის ვიდეოები, რომელიც გვემუქრება, როგორ გვემუქრება იტალია, მაინც პროსტა ერთი ვნახოთ, აბა. იტალია გვემუქრება. Giorgia, Storivando. მაპატიეო, თუ მოვდივარო. სტორი დადეთო, სტორები. კარგი, მე ეხ შემდეგს მე გადავთავი. Ciao Giorgia. აი. იო, დაგეძრა. გამარჯობა ჯორჯია, მოვდივართო. დაგვიდი, დაასტოპე. იმას ეკოს. Ciao Giorgia. ოთასულფლიანი იყო ჩემი. ჩვენც გადავიღოთ ბიჭო, ცოტა შევაშინოთ. Hello Georgia, I come in. See you. სალამი საქართველო, მოვდივართ, მალე შევხვდებით. ისო. მე მგონი მოვდივართო და მალე შევხვდებით. Macchiato espresso macchiato, por favore. ბიჭო, ამათშვილე დაბრუნება. ამათან მოგება არ მინდა რა, მინდა რომ აი ყაზახებს მინდა უკო. ძებო, სახეზე აბა რატო ვარ თქვენი ადეთ აი ესეთი შესანიშნავ ფერზე, იმიტომ დამწვრები ვარ, დილაობით ვარჯიშობ, საღამოობით ვარჯიშობ, თავპირს ვიხოკავთ მოკლედ რომ გადავედით ვიდეოს ბოლო ნაწილზე, რაც ყველაზე მთავარია და რაც აუცილებლად საჭიროა ამ ყველაფრისთვის, ეს ხართ თქვენ მაყურებლები. მოკლედ შევდივართ ეკატაჯიზე შევდივართ. ვიღებ თბილისი, კიკოფ თბილისი 2025-1840-ზე. და მოკლედ ესე კიდევ შეგახსენებთ რა. TBC-ის კონცეპტ ბარათით, ახალი ბარათით, მოსწავლის ბარათით, რავი, საკრედიტო ერთგული ბარათით. ყველა ანუ ამ ბარათებით თუ შეიძენთ ბილეთს 20% კეშბექი დაგებრუნდებათ. ეხლა ეს რას ნიშნავს რა? თქვა შეიძინეთ
5 ბილეთი. 20 ლარიანი. 20 ლარიანი 5 ბილეთი შეიძინეთ რა 20 ლარი დაგიბრუნოთ უკან რა. და შეიძლება მე-6-ე გამოვა რომ გამოვა 4 იყიდეთ და 1 ბილეთი საჩუქრად მოყვა რა. 5 იყიდეთ და მე-6-ე საჩუქრად მოყვა. 5 იყიდე და მე-6-ე საჩუქრად მოყვა. 20 დაგიბრუნდა პროცენტი, ანუ გამოდის რომ 4 იყიდე და 1 საჩუქრად მოყვა. ხო, მაგრამ შეგიძლია მე-6-ე იყიდოთ მაგას. შეგიძლია ხო. ანუ აგრე გამოდის რომ 6 იყიდე 100 ლარად თქო. ხო. ხო და ეგეთი ამბავია რა. რომ მაგალითად თუ ყიდულობთ 10 ლარიან ბილეთებს 8 ლარად ყიდულობთ, თუ ყიდულობთ 30 ლარიან ბილეთს ყიდულობთ 24 ლარად რა. და თემა რა არის? ოღონდ კიდე ერთხელ ვიმეორებ რა, ეს cashback-ი თქვენ რო გიბრუნდებათ, არ აკლდება საქმრომოქმედო თანხას. ანუ თქვენ რო cashback-ი 20 ლარიან ბილეთს რო ყიდულობთ და 4 ლარი უკან მოგდით, იქ 20 ლარი ირიცხება, მაინც 16 ლარი არ ირიცხება, ამიტომ ჯობია რომ TBS-ის ბრათით იყიდოთ. ჯიგარია TBS. კაი, შევდივართ. მოდი ვიყიოთ 5 წელი 20 ლარიანი ბილეთი, რომ ვიცოდეთ სად არიან ჩვენები, ვის ვაჩუქეთ. 1 2 3 4 5. ამ 5 ბილეთს გავათამაშებთ კომენტარებში, ოღონდ ერთ კაცს მოვაგებინებთ, მეზარება 5 კაცთან. ოღონდ ისეთი ტიპმა მოიგეთ ახლა, ვის მოხვალთ და უგულში მატკიდოთ და არა პროსტა. შეგიძლიათ ავტორიზაციის გარეშეც იმას აქნათ. ვირჩევთ სახელი გვარი გიორგი კორსიზი. მოკლედ ახლა გიორგი კორსიზი შეიძეთ ბილეთს. აუ რა ქულნაირად დაწერია. ანუ TBS-ის ესე კი რა წერია, ანუ ესეთი ბრათი კი არ არის, ესეთი ბრათია, პოსტერ ბრათი არის რა. შემახედე. და გილოცავ, გიორგი, შენ გახდი 5 ბილეთის ავტორი. ესე გიორგი კორსიზმა შეიძინა 5 ცალი ბილეთი. გიორგი, ახლა მოვიფიქროთ, როგორ გადავცეთ, როგორ გავამოვალინოთ გამარჯვებული. ხო. კომენტარებში დაწერეთ, რატომ უნდა მოხვიდეთ სტადიონზე. არა, კაი. კომენტარებში დაწერეთ, ყველა ჩენტი მოიფიქრეთ. ჩენტი ძალიან თესობა. ქართველს იქვია, ქართველებო წინ, ქართველებო ან რაც გინდათ მოიფიქრეთ, ჩენტი პატარა ქართველებო და ჩვენ შევეცდებით რომ იყოს ჩვენ ჩენტი. ვინც ჩენტიც იქნება მარტივი და ლაკონიური და კარგი, მას გადაეცემა 5 ბილეთიც და ჩენტის რა გვაქვს 100 ლარი გვაქვს ზემოდან ჩენტზე, ხო, ეგ 100 ლარიც. აბა თქვენიცით გელოდებით მართლა გულწრფელად ლაზერები წამოიღეთ იმ ტიპებს რომ მივანატოთ თვალებში და მომეხმარეთ რომ გავაკეთო ეგეთი სოფლიო მასშტაბის YouTube ლიგა და აქ მილიონები ჩამოვიტანოთ მე დუბაიდან. იბერია. გაფწინდება. იბერია ჩემპიონო.